არის შენობა საბერგოში, რასაც ხედავ ეს ძლიერი ქარიზმის სამიზნესოა დაახლოებით გადაზრდა სახურავი. და წინ ნავესიც იყო ჩამოხობილი, სადაც მგზავრები ჩერდებოდნენ. მატარებელს ელოდებოდა, ხალხი გადაყურებული იყო, ჩამოიგარა, ის ჩამოშლეს. აი სახურავი ნახევარი გადაზრდა აქ. კაციშვილი გამგეობის ბალანზე წერია მთელი შენობა. რამოდენიმეჯერ თხოვა სადგურის უფროსმა დახმარება წერილობითაც სიტყვერათაც, მაგრამ უშედეგოდ არაფერი შედეგი არ აქვს. თვითონ გაგართხედა ვატყეში ახლა როის დეეცება მორიგეს თავში იქიდან ჩამოვარდნილი მეტყვი და როის გააქვს სულს მეთმაიცის. თუ რამეს დაგვეხმარებიან და ყურადღებას მოგაცემენ ძალიან გაიქნება. იქიდან რაც დაშალენ შენობა არც გააკეთენ, არც გაარემონტენ, გარეთყრია ეგ ელფება თქო რა. ახსენებთ და ამდენი ხანია ეხვეწება სადგურის უფროსი. ყველა ეხვეწება გამგეობას დაგვეხმარეს სადგური დაგვახურია და უშედეგოდ. არაფერი შედეგი არ არის მისნე. ხედავთ აგერ თქვენ ახლა აპარატურა დაწყებული საჯავახო და ბათუმამდე მსახურება ეს აპარატურა მთელ სადგურს და მთელ რკინიგზას. რკინიგზის სადგური იყო ჩემს სანამ მე დავინიშნებოდი, მანამ იყო რკინიგზის დეპარტამენტის ბალანსი. მერე ჩემს წინამორბედმა, ხელისუფლებას გულისხმობ, გადმოიტანა გამგეობის ბალანსი. რამოდენიმეჯერ მაქვს თხოვნით და მიწერილობით სადგურის გარემონტების საშუალება გამგეობას ნამდვილად არ აქვს, იმიტომ რომ ამ ეტაპისთვის ჩვენ ბიუჯეტში არ არის მაგის თანხა, ნამდვილად ვიცი. ესე უნდა დავაბრუნოთ ბიუჯეტით უნდა გადავიტანოთ დეპარტამენტს უნდა ვთქვათ, რომ გადაიტანოს თავის ბალანსზე. იმდენად რამდენად საქართველოში არც ერთი რკინიგზის სადგური მე არ მეკვლება, რომელიც იყოს